მაშასე განხეთქილების ვაშლი. წინა ვიდეოში მე ვახსენე ჰომეროსი, ვახსენე ილიადა, ოდისეა და ისიც ვთქვი, რომ ეს ორი ეპიკური პოემა სავსეა ფრთიანი ფრაზებით, მეტაფორებით და ასე შემდეგ გამოთქმებით. ხშირად მოგვიწევს მიბრუნება და მე მინდა რომ ილიადას და ოდისეას გავყვეთ ჩვენ და ტროას ომზეც ვისაუბროთ და შემდეგ ოდისევსის შინ დაბრუნებაზეც, მაგრამ ტროას ომზე ისე ვერ ვისაუბრებ, თუ არ ვთქვი ამ ომის გამომწვევი მიზეზების შესახებ. საიდან დაიწყო და როგორ გაღვივდა ეს კონფლიქტი. მოკლედ, ქორწილია, ერთ-ერთი დიდი ქორწილი, პელევსის და თეტიდას აქორწინებენ ქალღმერთები და ღმერთები და შეყრილია მთელი, ესე იგი, ეს შემადგენლობა ამათი და ნადიმობენ მოკლედ ამ ქორწილში. და სანამ, ესე იგი, ამ ქორწილში მივიდოდნენ, ჰერმესმა ჩამოუვარა ყველას ეს მოპატიჟესავით იყო ეს ჰერმესი და ჩამოუვარა ყველას და დაპატიჟა ქორწილში. და დაავიწყდა ქალღმერთის განხეთქილების, ქალღმერთის ერიდას დაპატიჟება მოწვევა. ახლა ისი განხეთქილების ქალღმერთი იყო, რომ შური არ ეძია და რომ რაღაცა მოქმედება არ ჩაეტარებინა, ხო? და დაუპატიჟებლად მივიდა ქორწილში, მიიტანა ოქროს ვაშლი, რომელზეც ეწერა უმშვენიერეს. და ესე შეაგორა ამ ქორწილში, დარბაზში. და ახლა იქ დახვდა სამი ქალღმერთი, ამ ამბიციური ქალღმერთი ჰერა, ათენა და აფროდიტე, რომლებსაც დიდი ამბიცია აქვთ, რომ ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ლამაზი არიან. ხო და ახლა დავა, აფორი აქდნენ ესენი და ზევსს მიადგნენ, რომ ესო შენ გადაწყვიტეო, რომელი ვარ, რომელს გვეკუთვნის ეს ვაშლიო. ზევსმა იფიქრა, ახლა ამათი თავი არა მაქვს, არც ერთის წყენინება არ უნდოდა და მოდიო, აი იქო წყემსი რო არისო პარისიო, იმან გადაწყვიტოსო ეგ ყველაფერიო. და ესე წყემსის ბიჭთან, პარისთან, ჰერმესი თავის, ესე იგი, ამ ოქროს ვაშლით ხელში, ეს სამი ქალღმერთი დაადგა ამ წყემსის ბიჭს, რომ ახლა გადაგვიწყვიტეო, რომელი ვართ უმშვენიერესი, რომელს გვეკუთვნის ეს ვაშლიო. ჰერა ეუბნება, რომ მეო მთელი აზიის, ესე იგი, მყრობელსო გაგხდიო, მეფობას პირდება, ძალაუფლებას პირდება სრასასახლეებს. ხა ამან გაიხედა, გამოიხედა, თავის მინდვრებს, მდელოებს გახედა და იფიქრა, რომ არ მინდა კაცო ეს სრასასახლეები, ეს აქაურობა მირჩევნია ყველაფერსო და ხო. ჰერამ უთხრა. ათენა ეუბნება, რომ სიბრძნის ქალღმერთი იყო ბრძოლის და ბრძოლის, ესე იგი, უნარებს, ოსტატობას და სიბრძნით დაგაჯილდოვებო და ბრძენკაცი იქნებიო. ამან ახლა გაიხსენა ეს ვიღაცა მოხუცი ბრძენკაცები და არც იმათ ადგილზე მოუნდა ყოფნა და ბოლოს აფროდიტეს ჯერი დადგა და აფროდიტე ეუბნება, მეო შენო მოკვდავთა შორისო, მიწიერთა შორისო, ყველაზე ლამაზი ცოლი უნდა შეგრთო. ახლა რაღა უნდოდა მეტი მწყემს? ცოლი უნდოდა თანაც ყველაზე მიწიერთა შორის და მოკვდავთა შორის ყველაზე ლამაზი. ხო და ადგა და ეს ვაშლი მისცა აფროდიტეს. განრისხდნენ ჰერა და ათენა, როგორ თუ შენ, ესე იგი, ეს ვაშლი იმას მიაკუთვნე და ესე იგი მრისხანებით აღივსნენ და შეიძულეს ეს პარისი. შეიძულეს პარისი, რომელიც და მთელი ეს
თავისი სიძულვილის შემდეგ უკვე ტროას ომის დროს ტროაზე გადავიდა. ხოლო რატო გადავიდა ტროაზე, ეს ახლა მოგახსენებთ. კი იყო იმ წუთში მწყემსი ეს პარისი, მაგრამ სულაც არ იყო იმ მწყემსის არც შვილი და არც იქ დაბადებული არ იყო. არამედ იყო ტროას მეფის პრიამოსის შვილი, ვაჟი. ფეხმძიმე დედას მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე დაესიზმრა, რომ შვა ჩირაღდანი, რომლის ალმაც მთელი ქალაქი გადაბუგა და დაფერფლა. მეორე დღეს უამბო ეს მისანს და მან უწინასწარ მეტყველა, რომ შენო დაბადებ ვაჟს, რომელიც მთელ სახელმწიფოს გაანადგურებს და დაღუპავსო. ახლა რა თქმა უნდა, არ უნდოდა არც დედას, არც მამას, რომ ეს ამბავი ეს მომხდარიყო და ბავშვი წყემსებს გადასცეს, გაატანეს სადღაც იდას მთის ხეობაში დატოვეთო. ერთ-ერთი მწყემსი, რომელმაც ამ გზაზე დაინახა, რომ დათვი ბელს აჭმევდა საჭმელს, რაღაც სენტიმენტები მოეძალა და იფიქრა, რომ არა მე ამ ბავშვს ვერ დავღუპავ და სახლში წაიყვანა მოკლედ და გაზარდა. გაიზარდა პარისი ძალიან ლამაზ და წარმოსადეგ ყმაწვილად. მაგრამ მან არ იცის, რომ პრიამოსის შვილია. მას გონია, რომ ამ წყემსის შვილია. მაგრამ შემდეგ ეს უკვე შემდეგი ამბავია, ეს უკვე ამას ნელ-ნელა მივყვებით და გავაგრძელებთ. თუ ვინ იქნება ის ლამაზი, უმშვენიერესი და ყველაზე მოკვდავთა შორის ყველაზე ლამაზი ქალი, რომელსაც ცოლად შეერთავს მერე აფროდიტე პარის, ეს უკვე შემდეგი ამ ვიდეოს თემაა. ხოლო რაც შეეხება ჩვენ ფრაზას განხეთქილების ვაშლს. ესე იგი, რა დროს ვამბობთ, რა დროს ვხმარობთ ამ ფრაზას, როდესაც რაღაცა საკითხი იქნება, საგანი იქნება, ან მოვლენა თუნდაც რაღაცა, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ეს რაღაცა, რომელიც გამოიწვევს ადამიანთა შორის, დაჯგუფებებს შორის, ქვეყნებს შორის, ერებს შორის უთანხმოებას, დაპირისპირებას, კონფლიქტს, ომს, ამ დროს ჩვენ ვამბობთ, რომ განხეთქილების ვაშლი ჩაგდებულია, გაგორებულია, როგორც გინდათ. მოკლედ, სულ ეს იყო, რაც ამ ფრაზაზე მინდოდა მეთქვა. დანარჩენი უკვე შემდეგ ვიდეოში, თუ გაინტერესებთ, გამოგყევით YouTube არხზე და ახალ საინტერესო ამბებს გაიგებთ სხვადასხვა ფრთიან ფრაზებზე. მომავალ ფრაზამდე.